შეღობეს იმის მიზნით საკონალო არ შესულიყო. მოსახლეობა გადაწყვიტა რომ ამოღოს პროცენტზე და ფერა ინფორმაცია გაქვთ, მე დეპუტატი ვარ და უნდა მითხრათ ინფორმაცია. არა, ბანერი გამოკრეს დღეს. დღეს გამოვაკრეს? ბანერი 1.5 საათის ამოტანილი. თქვენ გელოდობოდით მოხსნა და გადავარდით საბუთებთან დაკავშირებით, უფლებებთან. თქვენ როგორ ახართ საქმის კურსი? არა, ნამდვილად არ ვიცი, საბუთები როგორ აქვს რანაირად. კოჯის მოსახლეობა შეიკრიბა იმის და გამო რომ ტყე რომელიც კოჯის მიმდებარედ არის უდოს სადგურ ტერიტორიაზე დღეს შეიღობა ბოძებით. ჩვენ დაუკავშირდით მე პატრონი ვინც არის ვითხოვთ შეხვედრას შევხვდებით და ალბათ გავაკვირს რა სიტუაცია. მოსახლეობა არის ძალიან აღელვებული, ესეთი ტყეა წმინდა ფაქტით არის მიჩნეული ეს უდოს ეკლესია მდებარეობს ამ ტერიტორიაზე და ძალიან აღელვებულია. ესე იგი შეკითხვა ასეთი იყო კოჯრის მოსახლეობას რა მოთხოვნა აქვს. კოჯრის მოსახლეობას უპირველეს ყოვლისა ის მოთხოვნა აქვს რომ ტყე რომელიც სოფლის საკუთრებაა და რომელშიც ფაქტობრივად გავსდილვართ ყველა შემოიღობება რა იქნება გაგვარკვიონ რაშია საქმე. გვექნება აქ შემოსვლის უფლება თუ არ გვექნება, თუ გვექნება ფასიანი იქნება თუ უფასო იქნება. ან საერთოდ რა იქნება, ჩვენ გვაინტერესებს პერსპექტივა იმისი, რაც იქნება ფართს ვერ გაარკვევთ, აი ძალიან კარგი შეკითხვაა რა, ვერ გაარკვევთ. ერთ გამკითხულობ 17 ჰექტარს. გაზეთში ვკითხულობ 27 ჰექტარს. უშინ დაიმტკიცეს 40 ჰექტარი. კიდევ სადღაც გაკრთა 160 ჰექტარი და საბოლოოდ თქვენც მოგვეხმარეთ და გავარკვიოთ რა ტერიტორიაზეა ლაპარაკი. მითხარით, როგორ მოვაწყო ეს შეხვედრა, როგორ შევიდეთ, რამდენი, ვინ, როგორ. მე შემოვალ, მოძღვარი შემოვალ, გამგებლის. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. კარგით? აუგუსტიდან წარმომადგენელი. კი ბატონო. ჩემი ბიუროს კარგით. კი ბატონო შემოვლე. კარგით. მაშინ აი ესე ორგანიზებულად შევიდეთ, დავსხლით და ვისაუბროთ. ისე გავაკეთოთ რა თქმა უნდა. თქვენ გავაკეთოთ ორგანიზება. აქ შეიძლება? გაგდანით. ბატონი თამაზ ჭედლიძე, გახლავთ კომპანიის დამფუძნებელი. არაფერი ეს ხალხის აღშფოთება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. რატო ეს ადამიანები აღშფოთებული? იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველანაირი უფლება არის ამ ხალხის დარღვეული. აბსოლუტურად ყველანი ეს ადამიანები ხო ადამიანად არ მიაჩნდათ საერთოდ. რასაც უნდათ იმას აკეთებდნენ, როგორ კანონს უნდათ ესეთ კანონს გამოუშვებდნენ. ასე რომ მე ბევრ სიტუაციაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ინვესტორებიც კი შეცდომაში ყავთ შეყვანილები. კანონი ესენი სარგებლობენ რაღაც კანონმდებლობით. რომელი კანონმდებლობაც მიღებული აქვს იმ ხელისუფლებას, მაგრამ რამდენად სამართლიანია ეს კანონები და რამდენად სამართლიანად ქონდა ეს ყველაფერი მიღებული, აი ეს არის თავი და თავი. ასე რომ ჩვენ ქონდა ნორმალური ურთიერთობა, ყველაფერ დეტალს, ყველა სატკივარს, რაც კი ამ ხარეს ექნება, არც ერთს არ დავტოვებთ საერთოდ და ყველაფრის საქმის კურსი იქნებიან და გადავამოწმოთ ყველა იმ კანონიერ ნაბიჯს, რა კანონიერ ნაბიჯებსაც ასე ვთქვათ, ნაბიჯებსაც ისინი გააკეთებენ და სამწუხარო ის იყო და ამდენი გაუგებრობა იმან გამოიწვია რომ რაღაც დახურული ზონასავით ჩამოყალიბდა ხალხს საქონელი აქვს ვერან ვერ გაიგო რა კეთდება ვინ არის მესაკუთრე ვინ რას აკეთებდა და ხალხის აღშფოთება ბუნებრივია ვის უნდა გაუკვირდეს მაგრამ ხეებია გაჩეხილი ბევრი რაღაცა დარღვეული ალბათ მაგრამ ოდესაც ველაპარაკებით მეწარმე ლაპარაკობს როგორც კომერსანტი თავის კომერსანტული ამოცანებით იქ დასაძრახისი არაფერი არ არის მაგრამ რომელი კანონმდებლობით ისარგებლა იმ კანონმდებლობით რომელი კანონმდებლობამაც იმ ხელისუფლებამ დაუშვათ ისეთ სამართლიანად მაინდამაინც ვერ იყო გამართული და ხალხისთვის კი არაფერი არ იყო იმ კანონმდებლობაში გათვალისწინებული. ესე იგი გავაკეთე ანალიზი. მე მაქვს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში ინვესტიციის ჩადება, კერძოდ ჩეხეთში. იქ არის რომ მოსახლეობასთან არასოდეს არ მქონია ურთიერთობა, ესე იგი სახელმწიფო სტრუქტურებთან მქონდა ყოველთვის ურთიერთობა, იმათთან მოლაპარაკება და ასრულებ იმის კანონის და მიხედვით ინვესტიციას. საქართველოში სხვა სიტუაცია აღმოჩნდა, მე არ ვიცოდი, ამას პირველად შევეხე ამ სიტუაციას. აღმოჩნდა რომ ხალხი არენდობა სახელმწიფო სტრუქტურებს და ხალხი თვითონ აქტიურია და ხალხი უნდობლურად უყურებს ნებისმიერ აქრამე მოძრაობებს. ეს არ ვიცოდით. და ეს იყო
რომ ჩავთვალო, რომ ჩემი შეცდომა იყო სინამდვილეში, რომ ვერ შევისწავლე ნორმალურად ბიზნეს ინვესტიციით, რომ შემოდიხარ მით უმეტეს 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია გინდა, განახორციელო, კი, შენ მიწა-წყალზე, კი, საქართველოში, მაგრამ ხო უნდა შემესწავლე სპეციფიკა, არ ვიცოდი ეს. ამჟამად ახლა ეს რომ დავინახე, მაგალითად დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის იყო ძალიან პოზიტიური და ძალიან დადებითი. რაზე მოვილაპარაკეთ? მოვილაპარაკეთ, რომ გამოიყოფა მოსახლეობის ჯგუფი ადამიანებისა, დავჯდებით ჩვენ და ერთად კანონის თანახმად, კანონის მიხედვის თანახმად გავაკეთებთ ამ ყველას. ეს იქნება ეს არის სახელმწიფო საზოგადოებრივი ტყე-პარკი, ის რაზეც არის ლაპარაკი უძოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მან გავაკეთებთ ისე, რომ ეს ხალხისთვის კეთდება. ამიტომ არანაირი პრობლემა არ ჩვენ არ გვექნება არც ხალხზე ერთად რომ გადავწყვიტოთ კანონის მიხედვით ავაწყობთ ამას ყველაფერს. ახლა რაც ეხება შევაჩერებთ თუ არა? კი შევაჩერებთ. მანამ არ აუხსნით ხალხს, ესე იგი კიდევ ვიმეორებ, რომ ეს სპეციფიკა საქართველოსი ჩემთვის აღმოჩნდა მოულოდნელი ამ სიტუაციაში და ამიტომ ჩემთან ვალდებულად თქვი შევაჩერო ეს ყველაფერი ჯერჯერობით და დაველაპარაკო ხალხს, ხალხთან ერთად გადავწყვიტო მომენტები და მე მივმართოთ კანონმდებლობას და რამე თუ დაჭირდა კორექტირება იმ სიტუაციაში, ეს გავაკორექტიროთ.